როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, საკუთარ ხმას ორი სხვადასხვა გზით აღვიქვამთ. პირველი არის ჰაერის გამტარობა, ანუ ის ხმა, რომელიც პირიდან გამოდის, ჰაერში ვრცელდება და გარშემომყოფების მსგავსად ჩვენს ყურამდე გარედან აღწევს. თუმცა არსებობს მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, ძვლოვანი გამტარობა. ხმის იოგების ვიბრაცია პირდაპირ გადაეცემა თავის ქალის ძვლებს, რომლებიც ამ ვიბრაციას აძლიერებენ და შიდა ყურამდე მიაქვთ. თავის ქალის ძვლები მოქმედებს როგორც ბუნებრივი ფილტრი, რომელიც დაბალ სიხშირეებს აძლიერებს, რის გამოც ჩვენი ხმა საკუთარი თავისთვის ყოველთვის უფრო დაბალი, ხავერდოვანი და სავსე გვეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეშია. როდესაც ჩვენ ჩანაწერს უსმენთ, ძვლოვანი გამტარობის ეფექტი ქრება. ჩვენ გვესმის მხოლოდ ის ხმა, რომელიც ჰაერში გავრცელდა. სწორედ ამიტომ ჩანაწერში საკუთარი ხმა გვეჩვენება უფრო წვრილი, უცხო და ხშირად არასასიამოვნოც კი. ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენი შინაგანი თვით აღქმა ეჯახება ობიექტურ რეალობას. ეს ანატომიური პარადოქსი საინტერესო ჭრილში გადადის, თუ მას ქრისტიანული მორალისა და სულიერების პრიზმაში განვიხილავთ. ქრისტიანული სწავლება ხშირად საუბრობს ადამიანის ორმაგ ბუნებაზე, გარეგნულზე, რომელსაც სხვები ხედავენ და ისმენენ, ასევე შინაგანზე, რომელიც მხოლოდ ღმერთისთვის და თავად ადამიანისთვისაა ცნობილი. ის ფაქტი, რომ ჩვენი ხმა შიგნიდან სხვანაირად გვესმის, სიმბოლურად გამოხატავს იმ სულიერ რეალობას, რომ ადამიანის შინაგანი სამყარო ყოველთვის უფრო მდიდარი და სიღრმისეულია, ვიდრე მისი გარეგნული გამოვლინება. ქრისტიანული მორალი გვასწავლის თავმდაბლობას და იმის აღიარებას, რომ ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე ხშირად შელამაზებულია, ისევე როგორც თავის ქალის ძვლები ალამაზებენ ჩვენს ხმას ჩვენივე ყურისთვის. ჩვენი ეგოც ხშირად ფილტრავს ჩვენს ქმედებებს, რათა ისინი უფრო კეთილშობილურად მოგვეჩვენოს. საკუთარი ხმის ჩაწერილის მოსმენისას გამოწვეული უხერხულობა შეიძლება შევადაროთ სულიერ სარკეში ჩახედვას. ეს არის სიმართლესთან პირისპირ დგომა, ყოველგვარი შინაგანი ფილტრების გარეშე. ქრისტიანული გადმოსახედიდან ეს დისკომფორტი არის მოწოდება სიფრთხილისკენ. ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ არა იმაზე, თუ როგორ ჟღერს ჩვენი ხმა გარედან, არამედ იმაზე, თუ რა შინაარს ატარებს ეს ხმა. სიტყვა ქრისტიანობაში წმინდა, თავდაპირველად იყო სიტყვა. შესაბამისად, ხმა არის ინსტრუმენტი, რომლითაც ადამიანმა სიყვარული და ჭეშმარიტება უნდა დათესოს. როდესაც საკუთარი ხმა არ მოგწონს, ეს არის შანსი დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ჩვენი შინაგანი განზრახვები ჩვენს გარეგნულ საქმეებს. ქრისტიანული ასკეტიზმი გვასწავლის საკუთარი თავის უარყოფას. ეს არ ნიშნავს საკუთარი თავის სიძულვილს, არამედ იმ ილუზიების მსხრევას, რომლებსაც ჩვენი ეგო, ან ამ შემთხვევაში ჩვენი თავის ქალის ანატომია გვიქმნის. საბოლოო ჯამში ის ფაქტი, რომ ჩვენი ხმა სხვანაირად გვესმის, არის შეხსენება ჩვენი უნიკალურობისა და იმ საიდუმლოსი, რომელიც თითოეულ ადამიანში დევს. ქრისტიანული მორალი კი გვეუბნება, რომ ეს შინაგანი სივრცე უნდა იყოს სუფთა და სიმართლით სავსე. თუ ჩვენი სიტყვები კეთილია, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად წვრილი ან უცხო გვეჩვენება ჩვენი ხმა ჩანაწერში. ეცადეთ, რომ თქვენი ხმა ყოველთვის იყოს მშვიდობისა და ნუგეშის მომტანი სხვებისთვის. როდესაც თქვენი სიტყვა სავსეა მადლით, მისი ჟღერადობა მეორეხარისხოვანი ხდება, რადგან ნამდვილი სილამაზე არა ბგერის სიხშირეში, არამედ მის სულშია. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა გატაროთ მუდმივად სიკეთის გზაზე.